საქართველოში ერთადერთი დაბალი მთის კლიმატური კურორტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოში მდებარეობს. ბავშვთა ნეფროლოგიური სანატორიუმი, სადაც უნიკალური სტეპის ქარისა და მზის განსაკუთრებული სხივებით თირკმელის დაავადებას მკურნალობდნენ, განადგურების პირასაა. სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 10 ჰექტარს მოიცავს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია რამდენიმე შენობა-ნაგებობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული. ვიდრე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელში მდებარე ნეფროლოგიური სანატორიუმი ინვესტორის მოლოდინშია, 88 წლის ჯარჯი პაპა სოფლის ერთგული გუშაგის მოვალეობას უკვე 23 წელია ასრულებს. დედოფლისწყაროს ადმინისტრაციული სამსახურის ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსის მალხაზ მერაბიშვილის განცხადებით, ნეფროლოგიური სანატორიუმი 90-იანი წლებიდან უფუნქციოდ არის დარჩენილი. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სანატორიუმს ინვესტორი შეიძენს და ძველ დატვირთვას დაუბრუნებს, ადგილობრივებისთვის დადებითად იმოქმედებს და სოფელში დასაქმების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. ეს ფაქტიურად უფუნქციონა 90-იანი წლების ბოლოდან უკვე და დაახლოებით 20-21 წელია, რაც ეს ფაქტიურად არ ფუნქციონირებს და ესეთ დაკონსერვებულ მდგომარეობაში არსებობს. ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დამსახურებით ხდება, რომ ესე დაკონსერვდა და ფაქტიურად შემოღწევადობა გამორიცხულია, მაგრამ როგორც ხედავთ, უკვე წლები თავისაშორება და ის მდგომარეობა, რომ ინვესტორი იქნება თუ არ გამოჩნდა დღემდე, ფაქტიურად ფუნქცია დაკარგულია და იმ შემთხვევაში თუ გამოჩნდება ინვესტორი, იმ შემთხვევაში თუ ვიღაც იზრუნებს ამის აღდგენასთან დაკავშირებით, ყველანაირად კარგი იქნება, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტისათვის, რომ დამატებითი შემოსავალი იქნება, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლის, რომ დამატებითი სხვა შემოსავალი და სამუშაო ადგილები გაჩნდება. არხილოსკალოსთვის დამახასიათებელია მზიანი დღეები და სტეპის სუსტი მშრალი ქარები, რაც დაბალ ტენიანობასთან ერთად ორგანიზმიდან წყლის ინტენსიურ აორთქლებას უწყობს ხელს. სწორედ ეს განაპირობებს დაბალი მთის კლიმატური კურორტის პროფილს. გასული საუკუნის 80-იან წლებში ნეფროლოგიურ სანატორიუმში მოსულ უცხოელ და ქართველ პაციენტებს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებაზეც მკურნალობდნენ. სადაც 500 მეტრის რადიუსში იკურნებოდა ეს მზე, ჰქონდა ისეთი დასხივება, რომ კურნავდა თირკმელებს. გვინდა რომ ამანი ფუნქციონიროს რა სანატორიუმი. ამდენი დანიშნულება. სოფლის მკვიდრი 88 წლის ჯარჯი ციკლაური, რომელიც 23 წელია სანატორიუმის შენობას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე პატრონობს, იხსენებს, რომ სოფელ არხილოსკალოს ტერიტორიაზე რუსეთის იმპერიის დროს კატორღა იყო განთავსებული. პატიმრების ექიმის მეუღლეს თირკმელები აწუხებდა. არხილოსკალოში გარკვეული პერიოდის ცხოვრების შემდეგ ქალბატონი გამოჯამრთელდა. ამის შემდეგ დაიწყო გარემოზე დაკვირვება და აღმოჩნდა, რომ სოფელში სანატორიუმის ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში მზის სხივებს სამკურნალო თვისებები გააჩნია. იმ პერიოდში მზის სხივებით ბევრი პატიმარი განიკურნა. სწორედ მას შემდეგ გახდა ცნობილი კურორტის სამკურნალო თვისებების შესახებ. იყო აბანო, აი პირდაპირ კარები რო არის, იგი. მან დაბანო იყო, იქით სამრეცხავო იყო, იქით აკარებსთან. აქ ექიმები იყვნენ ქალები, ბიჭები, თავარი ექიმი იყო. დიდ შენობაში ბავშვები იყვნენ. აღლა, დაბლად სასადილო ხონდა ბავშვებს. დაბლა სართულზე. ესე იგი ბევრი საიდან მოდიოდნენ დამსვენებლები? დასავლეთიდანაც იყვნენ, თბილისიდან, საიდან არ მოდიოდნენ. შემოსავალი იყო, როგორ ხელფასი ჰქონდა, ვინც მუშაობდნენ აქედან, მუშაობდნენ სოფლიდან ქალები ჩამოდიოდნენ. დამლაგრებლები, დამსუფრდები, ოთახებს რეცხავდნენ. მუშაობდნენ, ხელფასი ჰქონდა და ეხლა აღარ ვისა აქვს ხელფასი აღარ არის. სოფელ არხილოსკალოში დედოფლისწყაროს გამგებლის წარმომადგენელი გოჩა კობაიძე ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც სანატორიუმია განთავსებული, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილია და ერთ დროს ტურისტების თავშეყრის ადგილსაც წარმოადგენდა. ეს არის მართლა ერთ-ერთი უნიკალური ადგილია ჩვენ კახეთის მხარეს. კარგი იქნება თუ აუცი ახლიდან ახალი მშენებლობები, ახალი რაღაც გაკეთება, ინფრასტრუქტურა, სოფელსაც რა თქმა უნდა, სოფელსაც წაადგება. ტურიზმისთვის ძალიან საუკეთესო პირობები შეიქმნება და პლუს კიდე რა თქმა უნდა ეს რაც მართლა ეს უნიკალური ადგილი იყო ჩვენთან.
სოფლის მკვიდრთა გადმოცემით სანატორიუმში ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტები კი კერძო სახლებს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქირაობდნენ, რაც ადგილობრივებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. უამრავი ხალხი მოდიოდა რა ესე რო თქვათ. 1-15 წლის მანძილზე მე დასაქმებული იყო მარტო ექთნები ქვემო ქედიდან, ზემო ქედიდან და არხილოს კალოდან 15 ექთანი. ხო, ექთანი, იმიტომ რომ სვლა იყო ღამით გომით იყვნენ სუყველთის. ყველა კუთხიდან მოდიოდნენ. მეც ვაქირეებდი ბინას. ცხოვრობდით, იყო ცხოვრება. ხალხი მკურნალობდა, ჩვენც არ ვემდურულდით. ასე რომ როაზრიეს უკეთესი იქნება. ადგილობრივები ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობებისგან სანატორიუმის რეაბილიტაციას ითხოვენ.